ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი 5 მილიონს გამოყოფს ამ და სხვა სიახლეებზე გიყვებით რამდენიმე წამში. Ბოლო მოვლენების შედეგად დაკავებული მოქალაქეები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. წყალი მარგებელი განცხადებას ავრცელებს. კონკურენციის სააგენტომ Royal Sphinx და საქართველოს კაპიტალის 63 მილიონიან გარიგებაზე თანხმობა გასცა. მარეგულირებელი თვლის, რომ კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ მოახდენს. აქციების პერიოდში სპეცრაზმელებისა და პოლიციელების კვება უტენდეროდ 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. სულ 17 გამარტივებული შესყიდვა გამოქვეყნდა და ხელშეკრულებები ძირითადად Starfood-თან და TNM ჯგუფთან გაფორმდა. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. 5 მილიონი ლარი ორი უმსხვილესი ბანკისგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე TBC და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5 მილიონ ლარს გამოყოფენ, რომელიც მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ბანკებმა ერთობლივი გზავნილი სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს. ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, ასევე ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დაზარალებული მოქალაქეების იურიდიულ, ფინანსურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან. TBC-სა და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2,5 მილიონი ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით, ხოლო მეორე ნაწილი ასევე 2,5 მილიონი ლარი გადანაწილდება ფონდებში. ერთმანეთისთვის სოლიდარობის ფონდი პროსპერტი ჯორჯია, ასევე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. აქციებზე დაშავებული ადამიანებსა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ქვეყანაში სოლიდარობის რამდენიმე ფონდი შეიქმნა, მათ შორის არის ნიკა გილაურის ინიციატივით დაარსებული ფონდი, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის ფონდი, საგაფიცო ფონდი, რომელიც კულტურისა და მედიის სფეროს დამოუკიდებელმა პროფკავშირების გილდიამ დააფუძნა და ნანუკა ჟორჟოლიანის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სხვებისგან განსხვავებით ჯერ კიდევ 2020 წელს დაარსდა და სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ამ ფონდებში თანხის დონაციას როგორც ბიზნესები, ასევე მოქალაქეები ეწევიან. ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაპატიმრებულების ახალ წლამდე გათავისუფლების მოთხოვნას 1100-ზე მეტი კომპანია შეუერთდა. პოზიცია კი დაახლოებით 30 კომპანიას არ ჰქონდა დაფიქსირებული. თუმცა ეს მონაცემები ახლა ხელმისაწვდომი არ არის. Free Business G-ს პლატფორმა ამ წუთებში გათიშულია, რა ხდება Free Business G-ს პლატფორმასთან დაკავშირებით. მისი დამფუძნებელი და ასევე სტარტაპერი გიორგი ჩუგოშვილი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და მასთან მოვიკითხავთ. გიორგი, მოგესალმები, რატომ გაითიშა მონაცემები, რასთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით. ხო, ჩვენ დღეს დაანონსებული ქონდა, რომ პირველ საათზე დავდებით უკვე იმ პირველი კომპანიების სიას, რომელსაც ყველაზე მეტი მოთხოვნა არის, რომ შემოუერთდნენ იმ განცხადებას, რომელიც განთავსებული არის ჩვენს პლატფორმაზე და რომელსაც უკვე 2000-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ შეერთებოდა და ზუსტად პირველ საათზე, როდესაც გადავიტანეთ ვერსია ერთ-ერთ წუთში და დავდეთ უკვე იმ კომპანიების სია. დავინახეთ რაღაც უცნაური აქტივობა საიტზე და ამან გამოიწვია შემდეგ უკვე ის, რომ მონაცემები აღარ გამოდიოდა. ეს გავს და აშკარად არის რაღაც ტექნიკური შეტევა, ჰაკერული შეტევა თუ კიბერშეტევა გინდა დავარქვათ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, ჩვენი გუნდი ამაზე მუშაობს და უახლოეს წუთებში გამოვასწორებთ ყველაფერს დავუბრუნებთ. გიორგი, ფიქრობთ, რომ ეს იყო კიბერშეტევა და არ იყო უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების მობილიზება ამ საიტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა პირველ საათს, რომ ენახა ეს შედეგები. არა, ჩვენ რესურსები ისე გვაქვს და სერვერული ინფრასტრუქტურა ისე გვაქვს გამართული, რომ სულ 100,000 კაცი შემოვიდეს. უცებ ეგ პრობლემა არ იქნება, ანუ მაგასთვის ესე ვთქვათ მომზადებული ვართ, მაგრამ ეს ცოტა სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. გიორგი, ბოლო მონაცემები რომ მოგვაწოდო, როგორც ვუყურებდით ჩვენ 1100-ზე მეტი კომპანია იყო უკვე გამოქვეყნებული, მათი პოზიცია იყო დაფიქსირებული, ისინი ითხოვენ ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ასევე გათავისუფლებას აქციებზე დაკავებული პირების, თუმცა მთლიანობაში რამდენი კომპანიის მონაცემს ამუშავებთ, ეხლა ვერიფიკაციას რამდენი კომპანიის
მონაცემი გადის და როგორი არის, ასე ვთქვათ, გადანაწილება, ვთქვათ, მიერთება ამ მოთხოვნებთან და თავის შეკავების ნაწილი როგორია? კი ბატონო, 1112 კომპანია არის ამ მომენტისთვის, რომელიც არის უკვე ვერიფიცირებული, კიდევ პლუს 1000 კომპანია არის, რომელიც ან ახალია დღეს დაემატა, ან წინა დღეებიდან გადმოყვა, რომელიც ჯერ კიდევ ვერიფიკაციის პროცესშია. ვერიფიკაციის პროცესი მიდის პარალელურად, მაინც არ ჩერდება მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდზე მონაცემების გამოტანას ამ ტექნიკური შეტევის გამო ხარვეზები აქვს და ვაგრძელებთ რაღაც გვიერთდება სტატისტიკას, რასაც უყურებთ. სტაბილურად ყოველდღიურად ემატება ასეულობით კომპანია და რაც ყველაზე მეტად მახარებს, მათ შორის არიან საკმაოდ დიდი კომპანიები. ასევე უყურებთ ტენდენციას, რომ საკმაოდ დიდი კომპანია, მაგალითად ბანკები შეიძლება კონკრეტულად ამ შეთავაზებას ესე ამ ფორმით არ შემოუერთდეთ, მაგრამ საკმაოდ დიდი რესურსი გამოყვეს იმისთვის, რომ დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარონ და ჩვენი მიზანი ამ პლატფორმის არის ის, რომ ბიზნეს საზოგადოება გაერთიანდეს ორი ძირითადი მიზნის გარშემო, რომელიც არის ორივე არის დეესკალაციაზე მიმართული, ერთი არის, რა თქმა უნდა, გამოშვება იმ ადამიანების და დახმარება დაზარალებულების ამ აქციების განმავლობაში, მაგრამ აქცენტი მაინც გვაქვს იმაზე, რომ უსამართლოდ ხედან ადამიანები ციხეში და ახალ წლამდე გვინდა რომ ეს ადამიანები განთავისუფლდნენ, რომ ახალ წელს შეხვდნენ თავის ოჯახებთან ერთად და მეორე არის, თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები, რომ ქვეყანა დასტაბილურდეს და ამის საუკეთესო გზა არის ახალი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. ამიტომ რაღაცა ტენდენცია ის, რაც ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ ბიზნესი გაერთიანდეს, ბიზნესმა ხმა ამოიღოს და ბიზნესმა ნაბიჯები გადადგას, ამას ვხედავთ როგორც ჩვენი პლატფორმაზე რეგისტრირებული კომპანიების მხრიდან, რომლებიც უერთდებიან, ასევე სხვა კომპანიების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებით გამოხატავენ თავის პოზიციას. ეს ამბავი მახარებს, იმედი მაქვს, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ბიზნესის ხმას გავიგებთ. მართლაც უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე, ასე გაერთიანებული და ამდენი ხმამაღლა მოსაუბრე ბიზნესი მე პირადად არ მახსოვს. გიორგი, უნდა გკითხო ბოლოს, დაახლოებით რა ბადაში ფიქრობთ, რომ აღდგება საიტის ფუნქციონირება? ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში საიტი დაუბრუნდება ფუნქციონირებას. და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ გაშუქებას იმ ბიზნესებისა, რომლებიც დააფიქსირებენ ამ საიტზე საკუთარ მხარდაჭერას. ძალიან დიდი მადლობა, გიორგი ჩუგოშვილი, სტარტაპერი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ენერგეტიკული კრიზისი აფხაზეთში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე კვირა ელექტროენერგია დღეში 1 საათი და 20 წუთი მიეწოდებათ. მიზეზი ენგურხეზე წყლის დონის დაკლება და რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიის კომერციულ ფასად მიწოდება. ეგრეთ წოდებულ ბიუჯეტს ელექტროენერგიის შეძენის საშუალება არ აქვს. როგორც ენგურხესის დირექტორმა ლევან მებოლნიამ აფხაზებთან შეხვედრისას განაცხადა, ენგურხესიდან გამომუშავებული ენერგიის 98%-ს ახლა მთლიანად აფხაზეთი მოიხმარს, თუმცა ესეც საკმარისი არ არის. აპირებს თუ არა თბილისი აფხაზების დახმარებას, ჯერ უცნობია. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ თბილისმა სოხუმს დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს. საქმის კურსი ამ დროისთვის დასრულებულია. ეთერში ბრუნდებით 15 საათსა და 30 წუთზე დროებით.